მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Talk to Regions სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. Adigენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში მიუსაფარი ცხოველების მომრავლებაზე საუბრობენ. ჩვენს მიერ არსებული ინფორმაციით, რომელსაც მერიაშიც გვიდასტურებენ, რამდენიმე დღის წინ ძაღლმა ერთი ქალი დაკბინა. მომრავლებული მიუსაფარი ცხოველების საკითხზე ჩვენ რედაქციას რამდენიმე ადგილობრივი დაუკავშირდა და საკითხით დაინტერესებას თხოვა. რამდენად ხდება Adigენის მუნიციპალიტეტში ძაღლების სტერილიზაცია და რა უნდა მოიმოქმედოს მოქალაქემ, როდესაც მათ სოფელში აგრესიული ძაღლები არიან. კითხვებით Adigენის მერიას დაუკავშირდით. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ შემთხვევაში მოქალაქემ მერიაში უნდა წარადგინოს ფორმა 100, რომლის საფუძველზეც ატყობინებენ შესაბამის უწყებებს აგრესიული ძაღლების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძაღლის გადაყვანისა და შესაბამისი საჭიროების ღონისძიებების გატარებაზე. ამავე წყაროსნობით ინფორმირებულია დაკპენილი პირიც, თუმცა მას ამ დრომდე ფორმა 100 მერიაში არ წარუდგენია. მერიაში გვეუბნებიან, რომ ყოველწლიურად ახორციელებენ ძაღლების სტერილიზაცია კასტრაციის პროგრამას, რომლის ფარგლებში წელს მაისის თვეში გეგმება შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება. ახალციხელ აქტივისტ ლევან ზაზაძეს 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. გადაწყვეტილების შემდეგ ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. ლევან ზაზაძე 21 აპრილს თბილისის აქციაზე დააკავეს. ახალქალაქში დაკვირვების ქვეშ მყოფი ორი პირიდან ერთს წითელად დაუდასტურდა. ინფორმაციას ახალქალაქის ჯანდაცვის ცენტრში გვიდასტურებენ. ამავე წყაროს ცნობით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და სახლში განაგრძობს მკურნალობას. ახალქალაქში წელს წითელადი ინფიცირების 6 შემთხვევაა დადასტურებული. ნატო საქართველოს პარტნიორობიდან 33 წელი შესრულდა. რატომ ნატო? გთავაზობთ სიუჟეტს. ახალციხე, სამცხე-ჯავახეთი, ორფოლოს სამხედრო პოლიგონი. 2021 წლის აგვისტო პოლიგონზე ქართველი ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის 2500 ჯარისკაცია, რომლებმაც მრავალეროვნული სწავლება მტკიცესული 2021 გაიარეს. ამავე დღეს პირველად გამოიყენეს ქართული წარმოების ჯავშან ტექნიკა დიდგორი მეომარი და მედევაკი. მრავალეროვანი სამხედრო სწავლება საქართველოში 2013 წლიდან იმართებოდა, რომლის მიზანი რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაა. საქართველო ნატოს ურთიერთობების სათავეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან მეორე წელსვე 1992 წლიდან იღებს. მაშინ, როდესაც ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო. საქართველო შეუერთდა ნატოს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს, რომელიც 1997 წელს ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოთი შეიცვალა. ეს იყო ქვეყნის განაცხადი, რომ იგი პოლიტიკური ფასეულობების ძირფესვიანად გადაფასებას იწყებდა. 33 წლის განმავლობაში ნატოსთან პარტნიორობით საქართველოს თავდაცვის, უსაფრთხოების გაძლიერების და მოდერნიზების მიმართულებით ათობით პროექტი და პროგრამა დაიწყო და განხორციელდა. ოფიციალური მონაცემებით ნატო ჩართული იყო საქართველოში საჰაერო და საზღვაო თავდაცვის გაძლიერების და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ პროგრამების განხორციელებაში. ნატოს სახელს უკავშირდება საჩხერის სამთო სასწავლო ცენტრის გახსნაც, სადაც სამხედრო სწავლებები იმართება. სკოლა 2006 წლის 14 აგვისტოს დაარსდა, სადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წვრთნები და სამხედრო განათლების სწავლება მიმდინარეობს. სასწავლო პროგრამა საფრანგეთის სამთო მომზადების ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა. 2010 წელს ნატოს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც საჩხერის სამთო მომზადების სკოლას მიენიჭა ნატო პარტნიორობა მშვიდობისთვის მომზადების და განათლების ცენტრის სტატუსი.
ჰიბრიდული ომის მკვლევრის დავით ძიძიშვილის თქმით, ეს იყო საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სამხედრო სასწავლო ცენტრი. ერთ-ერთი ყველაზე კარგი და პირველი, რაც მთავარია მაგალითი ნატოსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობისა, იყო საჩხერის სამთომომზადების სკოლა, საჩხერის სამთომომზადების ცენტრი, ხან როგორ ერქვა და ხან როგორ. და ეს იყო იდეაში პირველი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველოს სტანდარტი შეეთავაზებინა, საქართველოს მიეღო პირველ რიგში ნატოს სტანდარტი, გაეზიარებინა ეს სტანდარტი, რაც მთავარია ამ სტანდარტის შექმნაშიც ყოფილიყო მონაწილე, იმიტომ რომ საჩხერის სამთომომზადების ცენტრმა მე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტში მიიღო მონაწილეობა ნატოსთან ერთად. ამ სკოლის შექმნით და ამ სკოლის ატესტაციით და აკრედიტაციით პირდაპირ რომ ვთქვათ, ფაქტიურად საქართველო იყო რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახერხა და ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო მოსამსახურეების გადამზადება დაიწყო საქართველოში. ანუ წარმოვიდგინეთ, რომ ნატოს არაწევრი სახელმწიფო, საქართველო ამ შემთხვევაში ამზადებს ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო მოსამსახურეებს. ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მხარდაჭერა. ორფოლოს პოლიგონზე წევრთნებამდე და საჩხერის სამთო სკოლამდე იყო პროგრამა პარტნიორობა მშვიდობისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 1994 წელს საქართველოს ზემოხსენებული პროგრამის მონაწილე გახდა. სპეციალისტების შეფასებით, ეს ქვეყნის თავდაცვისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, ვინაიდან ამ დროს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მთავარ ამოცანას საგარეო საფრთხის რუსეთის დაბალანსება წარმოადგენდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში ერთობლივად იმართებოდა სამხედრო წვრთნები და სამეთაურო საშტაბო სწავლებები. ამ პროგრამის ფარგლებში არაერთი როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პერსონალი გადამზადდა ნატოს სასწავლო ცენტრებში, სასწავლო ცენტრების გარდა მრავალ კონფერენციაზე, საერთაშორისო სიმპოზიუმზე მიუღია მონაწილეობა ბევრ საჯარო მოხელეს, როგორც თავდაცვის სამინისტროდან, ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემის სხვა აქტორებიდან, საქართველოდან, ასევე მრავალი ღონისძიება ჩატარებულა საქართველოში და ის რომ დღეს საქართველოს ყავს ესეთი მომზადებული კვალიფიციური და კომპეტენტური პერსონალი თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში მეტწილად სწორედ ამ და მსგავსი პროგრამების დამსახურება. ნატოს საქართველოს პარტნიორობა დროთა განმავლობაში ღრმავდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალები მონაწილეობას იღებდნენ სამხედრო წვრთნებში, მისიებში, ჩვენი ქვეყანა მონაწილეობდა სამიტებში და მინისტერიალებში და თავის მხრივ მასპინძლობდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს, მაღალი რანგის სამხედრო პირებს. შედეგად გაიზარდა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა, რადგან ნატოსთან თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ დაცულია ქვეყნის ტერიტორიები. გვეუბნება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი შოთა კაკაბაძე. ისეთ პატარა ქვეყნებისთვის, როგორც საქართველოა, რომლის სამხედრო რესურსები შეზღუდულია ამათ თუ იმ ობიექტური მიზეზების გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მისი სადაცულია, მისი ტერიტორიები დაცულია და ასე შემდეგ. რატომ აღმოჩნდა საქართველოსთვის ნატოს სტრატეგიული პარტნიორი? დიპლომატის და მკვლევრის გიორგი ბადრიძის თქმით, საქართველოსთვის როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, ნატო იყო დამოუკიდებლობის გამყარების და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი მექანიზმი. მცირე ქვეყანას, რომელსაც აქვს ესეთი გამოწვევა, გვერდზე დიდი სახელმწიფო, რომელიც ბოლომდე არ აღიარებს შენს უფლებას, რომ იყო დამოუკიდებელი, მისი დამოუკიდებლობის გამყარების, შენარჩუნების და უსაფრთხოების მიღების ერთადერთი მექანიზმი არის საერთაშორისო ალიანსები. ორმხრივი ალიანსები თუ ეს შესაძლებელია დიდ რაღაც ქვეყანასთან, რომელიც გაანეიტრალებდა და დააბალანსებდა აი ამ შენი მეზობელი აგრესორის ზრახვებს. და იდეალურ შემთხვევაში წევრობა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელსაც უკვე დამტკიცებული აქვს, რომ გარანტირებულად იძლევა უსაფრთხოების და თან სუვერენიტეტის შენარჩუნების შესაძლებლობას. სად ვართ ახლა ნატოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 33 წლის თავზე და როგორი იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და საქართველოს ურთიერთობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით? ვკითხეთ დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეთ უორდს. ჩვენ გქონდა მკაფიო მსჯელობა საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანია ნატოსთვისაც. ის პრობლემები, რომლებზეც ადრე ვისაუბრე, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების სირთულეები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ნატოსთვისაც.
ასევე უნდა ვთქვათ, რომ ნატოს აქვს საქართველოსთან აქტივობის სპეციალური პროგრამა. საქართველოს ნატოს სპეციალური პროგრამა SNGP. ეს პროგრამა მოქმედებს საქართველოში შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ჩვენ გვინდა რომ ის გაგრძელდეს, მაგრამ გვინდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ცხადია, ისეთ გარემოში, ისეთ უსაფრთხოების გარემოში, როგორიც ევროპაშია. ეს ნიშნავს, რომ ყველამ მეტი უნდა დახარჯოს საკუთარ თავდაცვაზე. ეს მოიცავს დიდ ბრიტანეთს, მოიცავს გერმანიას, მოიცავს საქართველოსაც. ასე რომ ეს არის ის, რაც ჩვენ მომავალში უნდა დავინახოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება აიღებს რეფორმების განხორციელების ვალდებულებას, ნატოს მიმართულებით და კვლავ აიღებს ვალდებულებას იყოს იმ ქვეყნების ჯგუფის ნაწილი, რომლებმაც იციან, რომ ჩვენ გვჭირდება ევროპის უსაფრთხოების დაცვა. ეს იყო ჩვენს ხელთარცებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.